თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს ეხება. სტრატეგიული დიალოგის საჯარო სესიაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ისინი რუსულ საფრთხეებს საქართველოს, პოლონეთისა და უკრაინის მაგალითზე განიხილავდნენ. კონფერენციის მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს რუსულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას. რუსეთის ცნობილია აი ჰიბრიდული ტაქტიკების გამოყენებით, მათ შორის საქართველოში უკვე საკმაოდ წარმატებულად შეიძლება ითქვას და ჩვენ ხედავთ, რომ განსხვავებით რამდენიმე წლის უკან წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა ჩვენ, რომ საქართველოს შეიძლებოდა საუბარი ყოფილიყო საგარეო პოლიტიკის ცვლილებებზე და სამწუხაროდ ეს ხდება სწორედ ამ რუსული დეზინფორმაციული დეზინფორმაციის გავრცელების საშუალებით, რომელმაც შეაღწია არა მარტო რაღაც პოლიტიკურ ჯგუფებში და პრორუსულ ჯგუფებში, არამედ გახდა მეინსტრიმული და თვითონ სამთავრობო წრეებშიც და ეს უკვე აისახება საგარეო პოლიტიკაზე, საშინაო პოლიტიკაზე. საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაվել ჰერჩინსკიმ გახსნა. დიპლომატის განცხადებით, რაც ევროპამ წლების განმავლობაში ისწავლა, არის ის, რომ რუსეთის ნდობა დაუშვებელია. პაվել ჰერჩინსკიმ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% დღემდე ოკუპირებული აქვს. ევროკავშირის ელჩმა ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზეც. პაվել ჰერჩინსკიმ არაერთხელ ნათქვამი კვლავ გაიმეორა, რომ ევროკავშირი მზად არის მიიღოს საქართველო ბლოკის სრულფასოვან წევრად, თუმცა დიპლომატის განმარტებით, ამისთვის ქვეყანა დემოკრატიულ გზას უნდა დაუბრუნდეს. როგორც ევროკავშირი, ჩვენ დაფუძნებული ვართ ღირებულებებსა და პრინციპებზე: დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და როგორც ევროკავშირი, ჩვენ ასევე ღია ვართ ახალი წევრი სახელმწიფოებისთვის. ეს რა თქმა უნდა, მათ სურვილზეა დამოკიდებული და საქართველო იყო ერთ-ერთი სახელმწიფო, რომელმაც ფორმალურად ევროკავშირში გაწევრების სურვილი გამოთქვა. ზუსტად იმავე მთავრობამ, ქართული ოცნების მთავრობამ 2022 წელს ევროკავშირში გაწევრებაზე განაცხადი შემოიტანა. აქ გამომგზავნეს როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი, რათა პროცესში დაგხმარებოდით და დარწმუნებულიყავი, რომ საქართველო გახდებოდა ევროკავშირის წევრი ქვეყანა რაც შეიძლება მალე. თუმცა წევრობაზე განაცხადის შემოტანით პოლიტიკოსებმა აიღეს პასუხისმგებლობა საქართველოში რეფორმების გატარების, რათა ქვეყანა ერთ-ერთი ჩვენგანი გამხდარიყო. მათ აიღეს ვალდებულება დამორჩილებოდნენ და პატივი ეცათ იმავე პრინციპებისთვის: დემოკრატიისთვის, კანონის უზენაესობისთვისა და ადამიანის უფლებებისთვის. რასაც ჩვენ ხედავთ, ისაა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ გადადგმული ნაბიჯები, მიღებული გადაწყვეტილებები და კანონები ამ პრინციპების საწინააღმდეგოა და ამის შესახებ საუბრობენ სხვა ევროპელი ლიდერებიც. კონფერენციაზე, რომელიც საქართველოში პოლონეთისა და უკრაინის საელჩოების ორგანიზებით გაიმართა, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს კრემლის პროპაგანდის გავრცელებას ევროპაში და ამ პროპაგანდასთან ბრძოლის გზებს. საქართველოში პოლონეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის არტურ გაბელის განცხადებით, დღეს კრემლი უკრაინას სამხედრო ძალით უტევს. თუმცა დიპლომატის თქმით, რუსეთის პროპაგანდისტული შეტევები არანაკლებ მძლავრია პოლონეთზე, მთელს ევროპასა და მსოფლიოზე. ჩვენ ვსაუბრობთ რუსულ იმპერიალიზმზე. ვფიქრობ, საქართველო ის ქვეყანაა, რომელმაც ეს ძალიან კარგად იცის. რუსეთის აგრესია საქართველოში 2008 წელს დაიწყო, შემდგომ უკრაინაში გაგრძელდა, ჯერ 2014 წელს და ასევე 2022 წელს. ევროპას ძალიან კარგად ესმის თუ რას ნიშნავს რუსეთის ეს ნაბიჯები და რამდენად საშიშია ეს ყველაფერი დემოკრატიული და განვითარებული ქვეყნებისთვის, მათ შორის ჩემი ქვეყნის, პოლონეთისთვისაც. ჩვენ სხვა მხრივ გვიწევს რუსეთის აგრესიის ატანა, რაც ჰიბრიდულ თავდასხმებსა და დეზინფორმაციების გავრცელებაში გამოიხატება. კონფერენციაზე ასევე შედგა სპეციალური ინტერნეტ პლატფორმის პრეზენტაცია, რომლის მიზანიც პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაა. კონფერენციის ორგანიზატორთა განმარტებით, ახალი ვებგვერდი მისამართით პროპაგანდა G მოქალაქეებს დეზინფორმაციის აღმოჩენაში დაეხმარება.